მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ძლიერი წვიმის მიუხედავად ბათუმში დღესაც იკრიბებიან მოქალაქეები ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსულტაციო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ისევ დგანან მოქალაქეები პროევროპულ საპროტესტო აქციაზე უცვლელი მოთხოვნებით რომ პირველ რიგში გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები პოლიტიკური ტყვეები და დღეს სინდისის კიდევ 11 პატიმარს გამოუტანა განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა. მან 2 წლის თავისუფლების აღკვეთა შეუხარდა თავის სინდისის პატიმრებს, ხოლო კიდევ ერთ ბრალდებულ ნიკა კაცია გაამართლა სასამართლომ. სინდისის სხვა პატიმრები ასევე ელოდებიან განაჩენს. ამ პროევროპული საპროტესტო აქციების მოთხოვნა არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა და ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. ეს აქციები იმართება ქვეყნის მასშტაბით, არა მხოლოდ ბათუმში და თბილისში და ქალაქებში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში ისმის მოქალაქეების ხმა. და ეს უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო გასული წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების არლეგიტიმურმა მთავრობამ შეეჩერა ოფიციალურად ევროინტეგრაციის კურსი. სწორედ ეს გაწყვეტილება აღმოჩნდა პრინციპულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში, რომელიც უწყვეტად დგას საპროტესტო აქციაზე და ამბობს, რომ ის არ დაუშვებს საქართველოს ევროპისკენ მივალი გზის ჩაკეტვას, რაც და დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში, რაც ახლა აქტიურად ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი, არლეგიტიმური მთავრობა, რომელიც არგოს კონსტიტუციას და მიტაცებული ძალაუფლებით რჩება ხელისუფლებაში. გავისაუბროთ აქციის მონაწილეებს, მათ შორის დღეს მომხდარი ამბების შესახებ. ჯემალ საგინედას მოვუსმინოთ. საღამოშობისა ჯემალ, მინდა პირველ რიგში კითხოთ დღევანდელი განაჩენების შესახებ. 2 წლის თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს სინდისის 11 პატიმარს. რას ფიქრობთ ამ განაჩენებზე? რაღაც ერთგვარი მიდგომა, ტენდენცია სასამართლობის მხრიდან, რომ როცა მკაცრი სასჯელია მოსალოდნელი და გამართული ბრალდებით არის მუხლი წარდგენილი, შედარებით უფრო მცირე სასჯელით, ანუ ნაკლები რაოდენობის, ნაკლები ვადით მუშაობენ ამ ადამიანებს ციხეებში. რა მიდგომაა ეს თქვენი და გათვლებით მოქმედებს ივანიშვილი? ხო, საერთოდ ივანიშვილი გათვლებით მოქმედებს, ცოტა რთული საქმეა იმის გარდა, რაც ვიცით უკვე. ანუ პირდაპირ შახსნა ცივილიზებული სამყაროდან ქვეყნის თავისუფლების მაქსიმალურად შეუძლია თან ეტაპობრივად ისევ ნელ-ნელა საზოგადოება რაღაც გაგებით შეაგუოს და ბოლოს და ბოლომდე დაემპატრონოს ამ ხელისუფლებას, იყოს ჩვეულებრივი რაღაცა, არ ვიცი, მეფე ალბათ, იმიტომ რომ ამას სხვა არაფერი არ ხია. ჩვენ ვიცით რომ გათავისუფლეს 2 ადამიანი, რომელსაც თუ არ ვწდები ორივეს მიდან ან ვადო იმის რა ქვია თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. გიორგი ახობაძის გულისხმობ. ხო, ანუ უადო პატიმრობის შეფარდება ემუქრებოდა, ხალხი გაანთავისუფლეს, ანუ რატო გაანთავისუფლეს და როგორ და რაირად წალკე საქმეა. მაშინ ხო ვიღაცამ ჩაუდო ესე იგი ამ ხალხს, ანუ რაღაცა დანაშაული თუ არ მიუძღვით, მაშინ მიდანო წლამდე როგორ შეიძლება ადამიანს ემუქრებოდეს, ხო? ხო, რამდენი წავდგინო ასეთი მკაცრი მუხლი. ხო, და მე თუ კი არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები პროკურატურას. ანუ ვიღაცამ ესე იგი ეს ჩადო, ვიღაცამ ესე იგი ეს რაღაცა ფაქტები ჭყალებში მოიძია შექმნა იმისათვის რომ
უბრალოდ უდანაშაულოდ თუ ისევ ამათმა სასამართლომ ცნო უდანაშაულოდ მით უმეტეს ხო რამდენად უდანაშაულო ადამიანი წარმოიდგინეთ რომ ამათმა სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნოდა ახლა ვიღაცა ხო უნდა დაისაჯოს იმის გამო რომ პროკურატურა ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებს რომ ეს ხალხი არის საზოგადოებისთვის საშიში პასუხი არ არსებობს ხო არც არავინ არ დაიჯდება ასეთ პირობებში რაც შეეხება ახლა იმ ხალხს ვისაც უპირებენ ამ მოკლევადებით დაპატიმრებას და პატიმრობის აქტებს მე არ ვიცი ალბათ ისევ და ისევ ზეწოლა თავისუფალ საზოგადოებაზე რომელსაც ერთ კიდევ შეერჩა ძალა და ენერგია იმისა რომ დააპროტესტოს ეს ყველაფერი და არ შეეგუოს დღეს და იყოს მაგალითის შედის რომ თავისუფლება არის ყველაზე დიდი ღირებულება რომელიც შექმნის სამომავლოდ როგორც ეკონომიკურ ასევე ყველა მხრივ პერსონალური განვითარებისთვის ნებისმიერი მიმართულებით ადამიანისთვის ღირებულება თუ თავისუფალი ადამიანი ვერ იქნება ის ვერაფერს ვერ შექმნის ისეც რომელიც იქნება ღირებული საერთოდ კაცობრიობის ახლა ეს რასაც ჩვენი მთავრობა და მართველები წარმართავენ და ალბათ გეგმავენ და ნაგახმის წინ ქონდა დაგეგმილი როგორც პუტინის ქონდა 2008 წლის ომზე 2-3 წლის ადრე დაგეგმილი ამათ ალბათ 10-12 წლის წინ ქონდა ეს ყველაფერი დაგეგმილი და გეგმიურად ეს ყველაფერი მინდის და მიმდინარეობს სამწუხაროდ ჯერჯერობით ინარჩუნებენ ამ ხელისუფლებას თქვენ მუშაობთ გარემოსდაცვის საკითხებზე, ეკოლოგიის საკითხებზე, მათ შორის მწვანე ტბაზე, რომელიც ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ჭერისმთაში და გასულ წელს დაფიქსირდა ჩვენ ვწერდით ამის შესახებ, როცა უკანონოდ მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას და უკრდნენ ძალიან დიდ საფრთხეს, ხო, მწვანე ტბაზე და მის არსებობას. რა ხდება წელს, რა შეიცვალა ამ კუთხით, თქვენ რა მონაცემები დაგვიქვთ? ხო, წელს ერთი თუ ორი კვირის წინ ვიყავი დაახლოებით. ჯერჯერობით საბედნიეროდ იმ ფერდობის რომელიც უკვე გატანილია შარსან რაც გაიტანეს. თუმცა რეაგირებას არ ახდენდა ოცნების მთავრობა და სწორედ ასე მოხდა ეს, ხო? ძალიან დიდი ძალისხმევით მთელი სამოქალაქო საზოგადოების რა ვიცი რა მოვიმოქმედეთ რომ რამენაირად გაგეჩერებინა და რაღაცა კეთილინება მოიყო ბატონმა კობახიძემ და კონკრეტულად იმ წერტილში როგორც იქნა მწვანე ტბას გულისხმობს შეაჩერეს თუმცა სხვაგან ამის ფაქტები არის პირდაპირ მე უბრალოდ არ ვიცახი ფაილში ამ სიტყვებს შეუძლია ყველა მოვიდეს და ნახოს რა უქმნეს და იმის მერეც როცა ჩვენ მწვანე ტბაზე ჩვენი წყალობით რეალურად გაჩერდა მწვანე ტბიდან ამინერტული მასალის მაშინ გაჩერდა ამინერტული მასალის გატანა სხვაგან რა თქოს მთელი თები მოტრეს იმისათვის რომ სატენდერო ვალდებულება რეალურად არ შეესრულებინა უფროს შორი დისტანციებიდან არ მოტანილიყო ეს ქვაღორდეს ამ შემთხვევაში. მწვანე ტბა გადარჩა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას. ჯერჯერობით ასე თუ ისე გადარჩა, მაგრამ კაცრი კონტროლი მაინც არ არის, მიუხედავად იმისა, მაშინაც კი როცა შეაჩერეს. როგორც ფაქტ დასტურდება კიდე ხო, აი ვიდეო ჩანაწერებია, ფოტომასალა. მაშინაც კი როცა კობახიძის უშუალო განკარგულება იყო რომ ამ ლოკაციაზე შეჩერებული იყო პირდაპირ გვერდით ირგვლივ და სტადიონის მიმდებარედაც კი სადაც ბავშვები თამაშობდნენ იქიდან დაიწყეს გატანა ამ ქვაღორდის მაგრამ ამჯერადაც აი ბოლოს რაც ვნახე კაცრად არ კონტროლდება არ ვიცი მე შეიძლება დიდი მანქანებით არ გადის ეს ფაქტია და საბედნიეროდ ეს ფაქტია რომ დიდი სატვირთოები და დღეში როგორც მაშინ გადიოდა 80 და 100 მანქანა არ გააქვს მაგრამ აშკარაა რომ ამ ქვაღორს ვიღაცა მაინც მოიპოვდა. არ ხდება ის გზები, რომელთაც მისადგომი იყო და შედიოდა ამ ვულკანურ ქვებთან მისადგომები იყო, ხო, მანქანა. არ არის ჩაკეტილი, არ არის დაცული, პრაქტიკულად არავინ არ აკონტროლებს. ასევე, რავი, ბევრი მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა, მაგალითად, ქაოსური მშენებლობები, ვითომ ეს გენგეგმა, რომელიც ისიც კი ვერ დაამტკიცეს, არ ვიცი რატომ არ დაამტკიცეს. ალბათ რაღაც პრობლემებს შეუქმნიდათ მას, იმიტომ რომ ძალიან დილეტანტურად არის მომზადებული, უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნიდა ვიდრე ახლა არსებობს. ვერ გეტყვით რატომ და როგორ, მაგრამ ხალხი კიდევ გაუკვირვებაშია, მათი კერძო საკუთრებები აბსოლუტურად ჰაერში არავინ არ უფორმებს, განცხადებები არაერთი შეტანილია ჩვენი საველე მოკვლევის შემდეგ. როცა პირადად შევხვდით ხალხს და განვუმარტეთ ამ კერძო მესაკუთრეებს, მოიალაღებებს, რა და რისი უფლება ჰქონდათ და პროცედურულად როგორ უნდა გაევლოთ, შეიტანეს განცხადებები საჯარო რეესტრის გაფორმებაზე, რომელსაც საუკუნეებია ფლობს ეს ხალხი, მაგრამ ჯერ კიდევ პასუხი არ არის
და ნუ არის მოლოდინის რეჟიმი. მოგეთ ხალხის და რეალური პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტს არ აინტერესებს. ხო ეს ყველაფერი ამას აჩვენებს. ანუ რომ აინტერესებდეთ, ამის მოგვარება არ არის დიდი კატასტროფა, ამას უბრალოდ ბიუროკრატიული სირთულეები აქვს, რომლებიც ბოლოს და ბოლოს უნდა რაღაცა გაამძიმონ, ტვინი და რაღაც ეტაპამდე მიიყვან, რომ ეს ხალხი გაუტოლობაში არ დატოვოს და თუ მაინც და მაინც უნდათ და საერთოდ არ ჩანს რომ ეს უნდათ ტურიზმის განვითარება ამ ლოკაციაზე და იმისათვის რომ თავისი ხალხი შეინარჩუნოს. პირველ რიგში ზუსტად ამას უნდა მიხედო, რა პირველ რიგში კერძო საკუთრების უფლება უნდა მისცენ ამ ხალხს, რომ ამ ხალხმა შემდეგ განავითაროს ის ობიექტები, სადაც ტურისტი ავა და დაისვინა. მაშინ როდესაც ამ ყველაფრის ფონზე როცა ხელს უნდა უწყობდეთ ანადგუროს პირდაპირ სახელმწიფო მწვანეთმას, რომელიც ერთ-ერთი პირველი თუ უპირველესი არა და უმთავრესი არა ლოკაცია არის გამსვენებლებისთვის, როცა ადიან გოდერძის უღელტეხილზე. ხო, ყველაზე მეტი მოიალაღე რეალურად სადაც ცხოვრობს და ეს ისა რა ქვია ჩვენი ადგილობრივი აჭარული ტრადიციები ყველაზე კარგად ასეთი ისე და მრავლად სადაც ჯერ კიდევ მიყვებიან ამ თაბარობას ეგრეთ წოდებული, ხო, მოიალაღეები არის იქ. და იქ არ უწყობ ზუსტად ხელს ხალხს რომ განავითაროს შესაბამისი ტურისტული პროდუქტი იქნება თუ თუნდაც საკუთარი თავი უფრო მეტად რეალიზება მოახდინოს. ხო, ნუ ახრივ აბსოლუტური ნონსენსია რა. რაღაცეები რა თქმა უნდა არის ძალიან მარტივი რაღაცეები, რომლებიც უნიშნელოა უბრალოდ საქმიანად რო იყოს, მაგრამ ეს არ ყოფნის ამ ყველაფერს, ამაში არის უბრალოდ პოლიტიკური ნება, მეტი არაფერი. არჩევი ყველაფერი არის ძალიან მარტივად მოგვარებული. დიდი მადლობა, ეს ჯემალ საგინაძე იყო, მოქალაქე ბათუმის პროევროპული აქციიდან. თქვენ ხედავთ, რომ ძლიერი წვიმის მიუხედავად მოქალაქეები ისევ დგანან ქოლგებით ხელში პროევროპულ საპროტესტო აქციაზე 280 საღამოს. ეს არის უწყვეტი საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი გზავნილია ყველაზე ხმამაღლა რამოთხოვნაც აქ ისმის, ეს არის თავისუფლებას ინიცის პატიმრებს, თავისუფლება პოლიტიკურ კვებს, მათ შორის ბზია ამაღლობელს, რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხო, სხვა ქალი პოლიტიკური პატიმრებიც ყავს, მათ შორის ნინო დათაშვილი მასწავლებელი და მე მინდა აქვე გითხრათ, რომ ირაკლი გებუაძე ბათუმის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი, რომელიც დაზარალებულად ცნობილი პირია, ასე ვთქვათ, მზია ამაღლობელის საქმეში, რადგანაც მისივე თქმით, ირაკლი გებუაძის თქმით, მან ტკივილი განიცადა სილის გაწმის შედეგად. ირაკლი გებუაძე უკვე აღარ არის ბათუმის პოლიციის უფროსი, ბათუმელების ინფორმაციით ის გადაიყვანეს თბილისში პოლიციის ატაშეების სამსახურით ხელმძღვანელად, თუმცა ამ საკრებულოების შესახებ ჯერჯერობით არ გვაქვს ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა ბათუმელებს რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, მათ შორის პოლიციელებსაც ჩვენ გავესაუბრეთ, რომლებიც ადასტურებენ იმას, რომ ირაკლი გებუაძე უკვე აღარ არის ბათუმის პოლიციის უფროსი და ის გადაიყვანეს სამუშაოდ თბილისში. მოდი გავისაუბროთ ამ ფაქტის შესახებ ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეებს. აზე შეიძლება რომ გაგისაუბროთ, ბოდიში რომ გავიწყოთ საუბარი, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვართ. პირველ რიგში ირაკლი გებუაძის შესახებ მინდა რომ გითხოთ, სავარაუდოდ ის აღარ არის ბათუმის პოლიციის უფროსი, გადაიყვანეს თბილისში. თუმცა ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ჩვენ დაგვიდასტურა რამდენიმე წყარომ, რომ ეს ნამდვილად ასეა. რა საჩვენებს თქვენთვის ეს დამოკიდებულება და ეს ამბავი? ხო, ნუ პირველ რიგში მივესალმებით მაყურებელს, მსმენელს. Tevandel ambebსაც გამოვეხმაურები და შემდეგ ცხადია ირაკლი გებუაძეზე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი. ხო, რაც ვნახეთ დღეს, ვნახეთ ის, რომ და ვნახეთ გუშინ, რომ უდანაშაულო ადამიანები დატოვეს ციხეში, ბრალდებებით, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ და მთელი 9 თვის განმავლობაში მთელი სახელმწიფო აპარატი, სასამართლო, პროკურორები, სრულ მოწმეები, პოლიციელების სახით აჯერებდნენ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები იყვნენ დამნაშავეები. ეს ადამიანები ჯგუფურად ესწრებდნენ ადამიანებს, ორგანიზებულად ესწრებდნენ თავს, რომ ეს ადამიანები არიან ნარკოდილერები და ნარკომომხმარებლები და ამით ცდილობდნენ მთელი ეს რაღაცა მტრის ხატი შეექმნათ საზოგადოებისთვის, ეთქვათ, რომ რუსთაველზე არიან ადამიანები, რომლებიც არიან კრიმინალები. სინამდვილეში ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ეს ტყუილი იყო, მაგრამ ამას აჯერებდა ქართული ოცნება თავის ამომრჩეველს, თუმცა დღეს თავისივე განაჩენით, თავისივე გადაწყვეტილებებით კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ შორის თავიანთ ამომრჩეველსაც, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი.
ცხადია ისინი დატოვეს საპატიმროებში, გადაუკვალიფიცირეს თავიანთი სასჯელი და მაინც დატოვეს პატიმრობაში, რაც აბსოლუტურად დანაშაულია კიდევ ერთხელ და ამის გამო მათ აუცილებლად მოუწევს პასუხისგება, თუმცა ეს აჩვენებს იმას, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ისინი ყუოდნენ. ისინი იყვნენ შემცდარი და პროკურატურის ბრალდება არ იყო სწორი, ხო? არ იყო სამართლიანი და დასაბუთებული სამართლებრივად. ქართული ცირკში პროკურატურა მთელი ამ 9 წლის განმავლობაში საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ამ ადამიანებმა დანაშაული ჩაიგდეს. ჯგუფურძალდების ორგანიზება 225 წელი და არ დადასტურდა. ცხადია და არაერთი სხვადასხვა ტიპის დანაშაულები, რომლებსაც ამ ადამიანებს თუმცა ეს გამიგდომა აზრ თქვენი საზრდოც ჩვენ ვაღებთ სასამართლო რეალურად არ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, ის არ არის გამოუკიდებელი. რასვლებით მოქმედებს საფრთხეში ივანიშვილი რა გათვლა აქვს მას რომ თქვა არ გამართდეს არ დადგეს განაჩენები იმუხლებით რაც ადგენილი აქვს პროკურატურას და არ მიესაჯოს კაცრი სასჯელები ამ ბრალდებულებს სიცოცხლის პატიმრებს. ივანიშვილს აქვს მოლოდინი იმის რომ საზოგადოებას დააჯერებს იმ სიცრუეში, რა სიცრუეც თვითონ მოიფიქრეს, არა მხოლოდ თვითონ მოიფიქრეს ეს ყველაფერი, ხო ცხადზე უცხადესია, რომ რუსეთის დაკვეთაა, კრემლის დაკვეთაა და ცდილობენ აბსოლუტურად გაატარონ თავიანთი ბრძანება შეასრულონ, რასაც ისინი უბრძანებენ კრემლიდან. შესაბამისად, აღარც კი ფიქრობენ იმაზე, რა შეიძლება ამას მოყვეს და რამდენი ადამიანი გაუბედურდეს და რა თქმა უნდა ჩართონ ამაში სასამართლო. ხდებით, ანუ სასამართლოსაც აყარონ ღირსება, პროკურატურას მანდატები და რაღაც თავი მინდირები შეურაცხყოფენ, ანუ ყველაფერზე ათქმევენ. ღირსება აყარონ ადამიანებს, ღირსება აყარონ სასამართლოს, ღირსება აყარონ. და არ დარჩეს არც ერთი ჯგუფი, რომელიც მოახერხებს ღირსების დაცვას. რომელიც მოახერხებს ღირსების დაცვას. აი ამას აკეთებს. ქართული ოცნება ცდილობს გასვაროს ყველა, იმიტომ რომ აბსოლუტურად უნდა იყოს თავის დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული ყველა ადამიანი, უმაღლესი სასამართლო მოსამართლებიდან უმცირესი რიგითი პოლიცია. დგებუაძე რატო გადაიყვანეს თბილისში? აი რაც ეხება დგებუაძის გადაყვანის შემთხვევაში, მან შეიძლება არსებობდეს ორი ვერსია. ერთი იმის რომ განარიდონ ისინი აჭარას და დგებუაძე მოაშოროს აქაურობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დანაშაულები აქვს მას აჭარაში ჩადენილი და მათ შორის ძია ამაღლობის საქმესთან და არა მხოლოდ ძია ამაღლობის საქმეში და მეორე ყავდეს მისი კრიმინალური დაჯგუფებები ცოტა ახლოს, იმიტომ რომ მას შეიძლება ჭირდებოდეს ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტად ესეთი გასრული პოლიციელები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები და ჩვენ ვნახეთ გუშინ პოლიციელები როგორ ესმოდნენ ხალებს თავს. ასევე ვნახეთ ისიც რომ ფიზიკური ძალადობა ხო რუსთაველზე პოლიციელების მხრიდან. ხო, დაპატიმრებული ხალებს გააშიშვლეს და მიაყენეს შეურაცხყოფა. და წარმოუდგენელ კრიმინალურ, ასე ვთქვა, დანაშაულებს ჩადიან ისინი. მე არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ ეს არის ქართული ოცნების და მთლიანად ივანიშვილის და მთელი გუნდის რაღაცა პოლიტიკური აგონია, როდესაც ისინი ყოველ დღე ახალ დანაშაულებს ჩადიან და აუცილებლად იქნებიან ესეთი. რატომ გონიათ რომ ეს არის აგონია? შეიძლება პირიქით უფრო მტკიცდება და მკვიდრდება დიქტატურა ქვეყანაში. მიაჭირა ბოლომდე გას ქართულმა ოცნებამ და გადაწყვიტა რომ ყველა ის რესურსი პოლიციური ჩართოს, იმიტომ რომ ხო წარმოუდგენელია ეხლა. არ გამოუვა დიქტატურის სამყაროება, თქვენ ფიქრობთ ქვეყანაში? ეს არ არის რაღაცა ფუჭი ოპტიმიზმი, არ გამოუვა. იმ საზოგადოებაში, სადაც ჩვენ ვყავს გიორგი ახობაძისნაირი, მიკა კაციასნაირი, ზია ამაღლობლისნაირი, ანდრო ჭიჭინაძის მაგვარი და უამრავი ადამიანები, ზუია ცეცხლათისნაირი ადამიანები, რეზო კიკნაძე და დაუსრულებლად შეგვიძლია ხო ჩამოვთვალოთ ადამიანები, რომლებმაც დაგვანახეს სად არის ღირსება. ჩვენ ვნახეთ მშობლები, პატიმრის მშობლები როგორ იცავენ ღირსებას. ჩვენ ვნახეთ მიკა კაციას დედა დღეს, როდესაც თქვა რომ მე არ შემიძლია ვიყო დღეს ბედნიერი, არ შემიძლია გამოვხატო სიხარულს. რომლიშვილიც გაამართლეს. რომლიშვილიც არც იყო დანაშაული, არც ჩაუდენია, მაგრამ ის ამბობს რომ როგორ ვიყო მე ბედნიერი, როცა ხო ისე
ბედები ტირიან. ხო, აი ეგ არის ღირსება. და აი ამ ხალებმა, აი ამ დედებმა, ამ მშობლებმა გაზარდეს ის ადამიანები, რომლებიც არიან გამოკეტილი ციხეში და ნამდვილი თავისუფალი დემოკრატიული საქართველოს დღეს არის ციხეში გამოკეტილი. შესაბამისად, წარმოუდგენელია ბიძინავი მანიშვილმა ამ ხალხს, ამ ქართველ ერას, რომელიც დგანან ასე მედგრად, შეუპოვრად და უშიშრად ესენი რამენაირად დააჩოხონ, შეაშინონ და გატეხონ. წარმოუდგენელია, ამას ქართული ოცნება ვერაფრით ვერ მიაღწევს. ანუ არ უშვებთ რომ შეიძლება ამ პროტესტის პარალელურად მოახერხოს ივანიშვილმა დაამყაროს დიქტატურა. ივანიშვილმა დაამყარა დიქტატურა ერთის მხრივ ქვეყანაში, მაგრამ ისინი ვერ მოახერხებენ ქართველი ერის გატეხას. მიუხედავად დიქტატურისა, მიუხედავად პოლიციური რეჟიმისა და ავტოკრატიისა, ვერ მოახერხებენ ისინი ქართული ხალხის გატეხვას ბოლომდე. აი ეგ არის ჩვენი ძალა, იმიტომ რომ ჩვენ სიხარეს არის სიმართლე და სიმართლე გაიმარჯვებს ყოველთვის. დიდი მადლობა, ეს ასე გაბუნია იყო თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში, თქვენ მას უსმენდით და მე გეტყვით რომ ეს არის 290-ე საღამო ბათუმში, პროტესტის საღამო, როცა მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში უწყლოდ საპროტესტო აქციაზე, უცვლელი მოთხოვნებით, რომ ჩადარდეს ხელახლა არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, გადადგეს არლეგიტიმური მთავრობა და რაც მთავარია თავისუფლებას იმის პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ასეთია ამ საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა და გზავნილები არ მხოლოდ ბათუმში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში დღეს ისმის მოქალაქეების ხმა, ძალიან ხმამაღლა, ძალიან მტკიცედ და ეს სიმტკიცე ძალიან კაფეოდ დააშკარად ემჩნევა ამ საპროტესტო აქციებს, რომ მოქალაქეები არაპირებენ შეეგუონ, რომ ამ ქვეყნის გზა იყოს ჩაკეტილი, ევროპისკენ მოვალი გზა და ივანიშვილის რეჟიმმა დაამყაროს დიქტატურა ამ ქვეყანაში. ამიტომაც მოქალაქეები განაგრძობენ ამ ბრძოლას, უწყლოდ საპროტესტო აქციებს და მათ შორის ეს აქციები გრძელდება ასევე ბათუმში. ვხედავთ, რომ ძლიერი წვიმის მიუხედავად მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში და წვიმა არ უყვირს ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს, არა მხოლოდ ზაფხულში და ამ პერიოდში, არამედ ზამთარშიც კი აქ იდგნენ მოქალაქეები როგორც წვიმის დროს, ასევე თოვის დროს და თოვაში ღამესაც კი ათენებენ აქ მოქალაქეები, მათ შორის აქ გაშლილ კაროებში, როცა მზია ამაღლებელი დააპატიმრეს და როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ და მზია ამაღლებელმა თქვა, რომ ირეკლი გებუაძე მას დაკავების შემდეგ სახეს შეახუთხა, ასევე დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მას არ ეძებდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირეკლი გებუაძე წყლის დალევის საშუალებას, ასევე ტუალეტის სარგებლობის უფლებას. და მზია ამაღლებელი არ არის ერთადერთი, რომელიც ადანაშაულებს ირეკლი გებუაძეს ძალადობასა და არადემონურ მოპყრობაში. საპროტესტო აქციას დაკავებული სხვა პირებიც საუბრობენ ირეკლი გებუაძის პოლიციის ხელმძღვანელი პირის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულების შესახებ, თუმცა ამ დრომდე არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებია პროკურატურას და არათუ ირეკლი გებუაძის პასუხისმგებლობა არ დადგა, არამედ მას არც კი შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება. დღეს ბათუმელებმა ჩვენმა გამოცემამ გავრცელა ინფორმაცია, რომ ირეკლი გებუაძე გადაიყვანეს თბილისში და ეს აღარ არის ბათუმის პოლიციის უფროსი. რამდენიმე წყარომ დაუდასტურა ბათუმელებს ეს ინფორმაცია, თუმცა თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება არ გააკეთა ამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. მოდი თემურ გორგაძესაც გავესაუბრები. საღამოშობისა თემურ მიდერ გაგესაუბრებ ჩვენს პირდაპირ ეთერში. საუბრობთ ირეკლი გებუაძე აღარ არის ბათუმის პოლიციის უფროსის, გადაიყვანეს თბილისში. რას აიჩვენებს თქვენთვის ასეთი სვლა ოცნების? როგორც გავიგეთ, სწორი ინფორმაცია გადაიყვანეს ატაშეების უფროსად. პოლიციის ატაშეების უფროსად. ანუ ადამიანებთან რო შეხება არ გქონდეს რაღაცა ეგეთ თანამდებობაზე, ხო, მინიმუმ ეთიკა რამე მაინც ისე რომ მაგაც ვერა ადამიანებთან შეხება არ მოხდეს. აი რაღაცა ბავშვობაში ყველა ყავდა ეგეთი მაგაცი, რომელსაც ვერიჩი გამოვიდა, მაგრამ ვერიჩი გამოვიდა და ვერ სამონ პოლიცია რაღაცა ეგეთი კაცია. ხო, ნუ ბევრი ეგეთი ამბავი არის მათ შორის. ანუ აღარ აწყობდა თქვენ ფიქრობთ ოცნებას ირეკლი გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსად? ადამიანი ვერ დადიოდა ერთ მარტო, ერთ დაცვის გარეშე, ზოგადად ქუჩაში ვერ გამოდიოდა. ანუ ყველას რაღაცა ფუნქციონალური პოლიცია ყველას ყავდა შინიდან დასცინებენ. ბოდიში განეცეს კლიჩკა ერთო შინი ლოკაციაა. ადამიანს რომელსაც ეგ კლიჩკა არ გეწყვა ცხოვრებაში, ხო რა, ეს ადამიანი არის ხოლმე და
მოიცილა ბიზნეს როგორც შეუძლია ხოლმე როგორც მოიცილა ხარება, გომილაური და ეგეც აქედან მოიცილა ეს რა მინიმუმ ეთიკა ერამე მაინც მოსულ ერთ ადამიანი რაღაცა გადამალეს სადმეტყველე დადგება დრო რომელიც ეს მოუწევს აფეში დაბრუნება და ხო სამართლიან მისასამართლოშია რაც ინეტარების რომელიც ესეა ნორმალური სამართლიან სასამართლოში მათ შორის ადამიანური პასუხისმგებლობა ეს ბეჯოთი ადამიანური პასუხისმგებლობა იმაზე რომ იმ დღეს ისი ამაღლებდა დაეკავეს ჩემი თვალით რაც ნახე და ყოველ დღეს გავიგონე დედაზე რო გვაგინა მაგაზე აუცილებლად მოუწევს ადამიანურს კი ვიდეო მტკიცებულებას არსებობს ამ დროზე რეგულ გებუაძე იგინება იგივე აგინებს მზი ამაღლებას და ემუქრება მას რაც ასევე არის დანაშაული თუმცა ამ დროზე მას არ უგია პასუხი და არც ერთი საქმე გებუაძის წინააღმდეგ არ არის დასრულებული და არ გამოუძიებია ხო საჭირო დრო და ანუ გააქვთ ამის იმედი რომ ეს ასე ეთი თანება რა საჩვენებს ხერთვის უცნების და ივანიშვილის მიდგომა ალბათ იმიტომ რომ სასამართლოს ხელით მოქმედებს ის ამ შემთხვევაში როცა სინდისის პატიმრები და ანუ ადამიანები გააკავა და შემდეგ უკვე რა მოლოდინიც არსებობდა ბრალდების მიხედვით თქვა 4-დან 7 წამდე ან 4-დან 9 წამდე თავისუფლების აღკვეთა ამ მოდით არ გაუშვეს ეს ადამიანები ციხეში მაგრამ გაუშვეს ნაკლები ვარ თქვა 2 წლის თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს დღეს სინდისის 11 პატიმარს ეს რა მიდგომაა რა გაცვლებით მოქმედებს აქ ივანიშვილი თქვენი აზრით მე არ მჯერა რომ მაგას ივანიშვილი აკეთებს მე დიდი ხანია მჯერა იმის რომ აქ რუსული სპეცსამსახურების ზიან მათ შორის აი არჩევნების წინა რომ გუშკაბინეტი დაგიოდა ეგეც მაგაზე მეკვლევდა რომ მაგას ეშინია რომ არ მოკლა მოსელმა გადააბარა პირდაპირ გაგებით ფიზიკურად გადააბარა მართლობა FSB-ს თანამშრომლებს და ეგ ხალხი FSB-შნიკები თუ რუსეთში რამე მუშაობს საერთოდ FSB მუშაობს და რო შეხედავ აი შენი მოწინააღმდეგები რო არ იყვნენ კაშაცი დაუკრავდნენ ისე კაფიოდ გასაგებად ნორმალურად რაღაც პროფესიონალურად მუშაობენ მათ შორის ეს ბოლოქმედებიც მაგაზე მეტყველებს ძალიან არ გააბრაზონ ხალხი რომ რაღაცა უცხოად არ იხულოს აფლაკოებისა და მოხის პრინციპით ცოტას გაახარებენ ცოტას დაიჭერენ ცოტას გაახარებენ ასე ან თან რაღაცა პრობლემის თავისუფლებას რომ ბოლომდე ან რომ არ გაიზარდოს პროტესტი ადამიანებში ამაზეც მუშაობენ ამაზე თუ რამე რუსეთში ნორმალურად მუშაობს ეგ არის FSB და 100%-ში ვარ დარწმუნებული რომ ჩვენთან ფიზიკურად ზიან FSB-ს თანამშრომლები რა გამოსდის ახლა მე FSB-ს თქვენი აზრით საქართველოს რა ეტაპზეა თქვა იგივე ეს რუსეთის დამკვიდრების პირობა საქართველოში რამდენად გამოდის ეს გეგმა რაც არის კრემლში თუ არ ვიცი სად დაწერილია მაგრამ აშკარად ჩანს რომ ემთხოვე ერთ-ერთი რუსეთის და კრემლის გზავნილები ქართული ოცნების გზავნილებს ხო რა გამოსდის რუსეთს და ივანიშვილს ოცნების რეჟიმს ამ ქვეყანაში მათ შორის ეგ დაიწყო აი იცით საიდან ანუ მე ნაცების გვერდზე არ დავდგები რაღაცა მე იმის გვერდზე არ დავდგები მე ამის გვერდზე არ დავდგები ეგ ნარატივი ხო შემოაგდო FSB მათ შორის ისე შემოაგდო რომ დაექსაქსა და დაეშალა ეს პროტესტი ხო ბუნებრივია ისე შემოაგდო რომ ვინც ერთმანეთის გვერდზე არ დგებოდა მოუწია ერთად ციკლის მიდობა ეხლა მათ შორის თავი ხაზარაძეს ჯაფარიძეს მეორე ჯაფარიძეს იმას ამას და ეგენი ყველა თავისუფლად მე შიგნიდანაც ვიცი რომ თავისი ეგოებიდან გამომდინარე ერთ-ერთი ერთმანეთის გვერდზე ვერ დგებოდა ეგ გააკეთა FSB მათ შორის პროტესტებს რომ მიდგები ანუ როგორ მუშაობენ თბილისში ნახოთ ბათუმში ეგ ვები რომ ვიღაცები ყავთ თუნდაც აქაც თუნდაც თბილისში შემოგზავნილო აი რაღაცა მოვლენ და იცი რა მე ჯაბას გვერდზე არ დავდგები რაღაცა იმას თმები შავი აქვს და რაღაცა მაღალია და ბალია ნუ ესე ეგ დაიწყეს წლების წინ რომ რაღაცა მაგალითად რა ვიცი გივი მიქანაძე რომელიც ყველაზე დიდი ნაცი იყო იმის არ ეშინია თურმე ხალხს და რავი აი ლევან სანიკიძე რომელიც მაგდროს სწავლობს სკოლაში სწავლობდა ალბათ თურმე ნაცების ეშინია მაგრამ ფაქტია რომ ვერ გატეხეს ეს პროტესტი ხო წინამდებობა მაინც გრძელდება მაინც ძლიერია წინამდებობა და 280 დღე გრძელდება უკვე ეს საპროტესტო აქციები როგორც უნდა იყოს ისეთი ვერ არის იმიტომ რომ მაინც გრძელდება იმიტომ რომ ქართველები მაინც რაღაცა სხვანაირი ხალხი ვართ რაღაცა მაგრამ ამ პირობებში ლეგიტიმაციას ვერ ახერხებს ხო ოცნების რეჟიმი რაც არის მისი ყველაზე ძლიერი თავსატეხი FSB გაეჭედა იმიტომ რომ ვერცერთ ნორმალურ ქვეყანაში ვერავის ხელი ვერ ჩამოართვეს მათ შორის ბოლოს ვისი იმედიც ჰქონდათ რომ ეგონათ რომ ჩინეთი მაინც რაღაცა აღიარებდა ამათ და ბოლოს ბოდიში გაგმოსვა ჩინელებმა დაიკავეს ხო ტრამპსაც გაუგზავნეს წერილი რომელიც რა თქმა უნდა ხო არაფერი არ ვთქვამს ამის შესახებ მესამე წერილია და რა სასაცილო ამბავი არის გასაცილებელი აკეთებენ ხო ეგ მაგას ვეღარც არ უშველია რისი მედი აქვს თქვენი აზრით ამ შემთხვევაში ძალის ამ ქვეყანაში არსებობს
რაღაცა მაგრამ ძალას თუ გამოიყენებენ ეს ხო პირიქით დაუბრუნდება ამიტომაც არის ახლა ხო დააკვირდით იმას მიკრო რაღაცა ჩვენს ადრე რო ყოფილიყო რავი აი რამოდენიმე თვის წინ ესეთი რამე რო გავიგებია ხო ესაც ვიზამდე აი გუში მიკროის დავაწყებ მაგალითად ხო მაგის გამო დაიჭირს ყავს ვიღაცები ადრე ეხლა აღარ იყენებენ მიკრო ეგი იმას რო როგორც კი ძალას იყენებენ ხალხი უფრო ბრაზილა და უფრო გამოდის ამიტომ ჩაჩოჩდნენ და რაღაცა ისე ნარად საჭირო დროს აი თითქოს სასამართლოებში აკეთებენ ამას საჭირო დროს იყენებენ მე რაღაცებს დაიჭერენ ადმინისტრაციით მე გამოვხდი და ეს ტექნოლოგია რაღაცნაირად პროტესტი ჩაახსნა მათ შორის ჯარიმები და მე ჯარიმები მაგრამ ვერ ახშობენ ფაქტია პროტესტი მაინც გრძელდება ეს ამ ქვეყანა არ არის აზერბაიჯანი ანუ აზერბაიჯანელებს არასოდეს არ მცხოვრიათ დემოკრატიაში და რაღაცა მაგათ არ გაზრდია თქო მე სტუდენტობის აზერბაიჯანელი მეგობრები ყავდა და აი 20 შემოგვნატროდნენ რომ რა კარგი ქვეყანა ხარ მაგათ არ უცხოვრიათ ქვეყანაში რა ქვეყანაში მე შემიძლია ცოტა შემდეგმა თავობამ და ცოტაც შემდეგმა თავობამ იცოდეს და ამიტომ ვერ ჩაახშეს რომ რაღაცა ჩვენ გაეპარა რაღაც თაობა მათ შორის მისას პერიოდი გაეპარა FSB-ს და აი იმ პერიოდში გაიზარდა ხალხი ვისაც არ უნდა ეს ისეთი რაც არ უნდა ქნა არ უნდა ხო რა არის ყოველთვის დიდი გამოწვევა თქვენი აზრით როგორც წინააღმდეგობისთვის რომელიც ისთვის ქართული ოცნებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და ჩვენთვისაც ერთია ანუ აქეთ მხარეს ვისავართ და იქეთ მხარეს ის არიან ერთადერთი გამოწვევა ორი აქეთ მხარეს ჩვენი ვთქვათ ერთი გამოწვევა ხო ერთად დავდგეთ მიუხედავად იმისა ამისა მომხმარა თემურაი რაღაცა გლიჩი ხაბეიშვილი ის ეს არ აქვს მნიშვნელობა ვინ კონკრეტული ნებისმიერი სახელი ვარ ვისამ და აიღო შეიძლება ყველას მაქსიმუმ შეიძლება დავაშავო და შეიძლება შევძლებ გამაშავო მარტივია რაღაცა მილიონ რაღაცა სიტყვი და რაღაცა წარმომადგენელი ხო და ესეთ რაღაცები რომ ესმის ჩვენ ახეთ არის ფეხზე უნდა გვიგდოს ყველას მათ წასული მათ შორის ვინც არ უნდა იყოს ის ერთადერთი მიზანი ეს რომ ყველა ფიზიკურად ერთად დავდგეთ და როგორც ჩვენ ამას მოვახდინეთ ძალას ვაჩვენებთ იქეთ ხარეს არიან მაქსიმუმ აი სულ ყველაფერი რო გაიწევო აი ჯარიც კი რომ მიამატო არის 30000 400000 ადამიანი ვინც ძალით შეიძლება რომ წამომიდეს ესეც არ არის ეს არის რაღაცა უტოპია მაგრამ ჩავწოვით რომ ამდენი აქეთ ხარეს ვარ მაგრამ იქ არის ინსტიტუციური ძალაუფლება ხო სასამართლო პოლიცია პროკურატურა ჩამოშლება როგორც კი შენ ანუ აქ რომ მოდის ვიღაცა ფორმიანი რომელსაც მე პოლიციას არ მინდა ძაღლები ქვია მაგათ ხალხსა და პოლიცია არა აქ რომ მოდის რა ვიღაცას რო იჭერს მან თუ ჩვენ 50 კაცი ამ ადამიანს არ გავატანთ და პირიქით მოიქცევით კანონიერად მათ შორის ადამიანს რაღაც მიღაბი რო უკეთია აი არაიდენტიფიცირებადი რო არის მე რო საერთოდ ის პოლიცია მე ამას იქით რო დაიჭერდა ძალას ძალით რო დაუპირისპირდები ძალას ძალით მათ შორის ნებისმიერ ადგილას ანუ ხშირად ბრალდები მქონდა რომ რაღაცა 500 ადამიანი რო არის და ორ გოგოს რო იჭერენ ამ 500-დან 400 ტელეფონი უჭირავს და იღებს აი სამაგე და იღება რა 350-მა მოეხმარე და ეს ადამიანი არ გაატანო ანუ სეილსი თქვით ჩვენ კი არ ბრძოლობ როგორც კი გადავართ ბრძოლაზე და იქ ჩვენ თანამედროვე არ გავატანთ. იქით მოვიცევთ 50000 ძალით მე დაუპირისპირდი ბევრჯერ თქვა ალბათ შესაძლოა ნინო ბუჯანაძის თბილისში პროტესტები რო და კომბლებით დადიოდა ხალხი მაგით. ძალიან პატარა არ ვიყავი და მახსოვს აი რაღაცა დრინეს. ეს არის 2011-ში რო აქციები. ო სააგაშვილის წინა. რაღაცა აქაც დგას ეხლა ხალხი. აწებითა თუ რაღაცა გასაკეთებელია, შვიდად ვიყოთ მაგრამ და კი 300 დღე ამშვიდა. რუსეთი შვიდად არ მინის ამ ქვეყნიდან არასოდეს ძალას უნდა ნახულობ მაშინ ჩვენ გასაერთიანებელი ვართ და ძალით ვართ დასაყრდენები იქეთ ხარ როგორც კი ამას ჩვენ მოახერხებთ ეს არის ის დაუძლეველი ამბავი რასაც მიზინა ვერ გადალახა ხო მაშინ მოგიწელდება შემდეგაც რომ ეს იქნება ძალადობრივი დამხობა რაც არის დასჯადი კანონით შეიძლება დააკავონ ადამიანები ყველა სხვა მუხლებით ასევე დამატებით ვერ უნდა დააკავონ ამას სიმბოლურად შენ თუ მოდიხარ მე და ზი ამაღლობელია რომ დააკავო რაიმე კანონი არსებობდა, რაიმე სამართალი არსებობდა, რაიმე დაწერილი არსებობს, რის გამოც ის ამაღლებელი ციხეში უნდა ჩასვა, ხუთცელზეც კი რამე წერია, არ არსებობს, ხო? თუ იმას ძალით შეუძლია რომ ეს ქნას, მეც შემიძლია რომ ეს ქნა, ხო? ანუ, რავი, რა არის გაუდებარი და აუცილებელი. თუ ვინმე მოდის ვიღაცა და თავის თავს პოლიციას ეძახის და იძახის რომ აი შენ უნდა დაგაკავოს, იმიტომ რომ სათვალეები გააქვს, ხო, რა ვიცი, მეც უფლება მაქვს, რომ თავი დავიცვა. ეს არის ძალიან მარტივი ამბავი.
მე ხო რაღაცა არასარ უვარდები სახში შენ უფლება გაქრო რაღაცა 30000 მოძალადეზე დაყრდნობით მთელი ქვეყანა შეაწიო რუსეთში მეც ყველა გათვლებით რა ვიცი მილიონი ნახევარი ვარ და უფლება მაქვს შენ 30000 მოძალადე რა ვიცი გოდიშ და გაიგეთო უკან მარტივი ამბავია ამას როდესაც შენ მოახერხებ და მithem რომ ეს არის საქმე მაშინვე ის ლევანში დამთავრდა ჩვენი გამოწვევაც არის და ბიზნესი ჩვენ გამოწვევას არის მოახერხოთ ბიზნეს გამოწვევა ეს არის რომ თუ ეს მოახერხეთ ის გაიქცევა ზუსტად მიწვა იქცევა იმიტომ რომ ბიზნეს ფეხზე იდეას ყველა შეიძლება დამოგონა რომ ასლა მაგას მაგას რომ გაფინდა დასის უფროსი მიწყალდა ქელფეტა არ წაუყვანი არც მოუკითხავს თქვენი ხო საწავიდო და ქელფეტა ასაფენი და ესროლა ეგრე დაიმართება მათ შორის კობახიძეთან და მის პროგრამს გაიქცევა პროექტ რა კობახიძეები და ვიღაცები დავრჩება ჩვენ და მე რაღაცები ძერით მოსავლით ამას შეიძლება ერთიანობა და ერთად ანუ რავი მარტივად ძალას შეიძლება ძალით დაფიქსირდეს მადლობა ეს იყო თემურ გორგაძე გირჩი მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში აი ესეთ წვიმაში მოქალაქეებით განენ ისევ საპროტესტო აქციაზე პროტესტის 214-ე საღამოს გრძელდება საპროტესტო აქცია ბათუმში ყველაზე ხმამაღალი მოთხოვნა და მთავარი მოთხოვნა საპროტესტო აქციაზე არის პოლიტიკური პატიმრების რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება ასე უცვლელია მოთხოვნები არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა და ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ისორ და მოთხოვნებით გრძელდება საპროტესტო აქციები უკვე 214 დღეა ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა ამ დროისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან გაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის მდროებით